თავა ყოფილი პარტნიორი ლიდერებიდან ზოგი სახში გაუშვა, ზოგიც გაურკვევლობაში, ზოგი კი ჯერ გაურკვეველ პოლიტიკურ თამაში. თამარ კორძაია, რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი განაგრძობს ეთერ სტუდიაში. ჩემთან ერთად უკვე იმყოფება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე და სწორედ მასთან გადავალ მე შემდეგი შეკითხვებით. მანამდე კი თამარ კორძაიას მივესალმები. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. თამარ, მოულოდნელობა აღარ ერქვა იმ ამბავს, რაც მოხდა რესპუბლიკურ პარტიაში. მითხარით თქვენი რეაქცია. მე წავეკითხე თქვენი Facebook სტატუსიც. იყავით საკმაოდ გაბრაზებული მას მერე რაც საქმეების რჩევა სოციალურ ქსელში წავიდა თქვენს ლიდერებს შორის ლევან ბერძენიშვილს და წასულ პარტიიდან წასულ ფრიდონ საყვარელიძეს შორის. ამიტომ წინასწარ შემილია ერთი ვთქვა რომ მე მომეჩვენა რომ თქვენ ძალიან გაბრაზდით იმ ყველაფრით რაც მოხდა თქვენს პარტიაში. რა სიტყვით? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. საინტერესო იყო თქვენი კომენტარი გაურკვევლობაში გაშვებასთან დაკავშირებით. თქვენ გაარკვიეთ? ჩვენ მე ვიცი სად ვარ და სად ვიქნები. არა, სად წავიდა ლიდერი? პოზიცია გარკვეული მაქვს, ხოლო ვინსაც წავიდა, მე მგონი წამსვლელმა თვითონ უნდა ახსნას და განმარტოს, მაგრამ ეხლა მე სხვა შორის იმ წასული ლიდერის პირველი პირდაპირ ეთერი ხვალ ამ სტუდიაში შედგება, ასე რომ ძალიან საინტერესოა ჩემთვისაც ეს ეთერი და ალბათ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. რაც შეეხება გაბრაზებას, ეს ამას არ ქვია გაბრაზება, ეს მე არ დაკეთახმებით ამ შეფასებაში. აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ რა თქმა უნდა ეს პროცესი არავის არ მოეწონა, ჩვენ სიხარულით ნამდვილად არ შევხვედრივართ ამ ფაქტს და ძალიან კარგად ვაცნობიერებთ თუ რას ნიშნავს ეს არა მხოლოდ რესპუბლიკური პარტიისთვის, არამედ ზოგადად ლიბერალური პოლიტიკური სპექტრისთვის. მაგრამ ბატონმა დავითმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და მისი გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენც. ეს არ იყო სასიამოვნო, ეს იყო მძიმე და რა თქმა უნდა მძიმეა დღესაც რესპუბლიკელებისთვის, ჩვენ ახლა ვართ ამ მდგომარეობაში და რა თქმა უნდა ეს პრინციპში არ ნიშნავს იმას, რომ რესპუბლიკური პარტია არ გააგრძელებს მუშაობას, არ იმუშავებს, რესპუბლიკურ პარტიას ყავს თავმჯდომარე, ყავს პოლიტიკური მდივანი, ყავს ლიდერები, რომლებიც რჩებიან ამ პარტიაში, რა თქმა უნდა დანაკლისით, მაგრამ დანაკლისის შევსების შესაძლებლობას მოგცემს დრო და ის ენერგია, რომელიც ჩვენ უნდა დავხარჯოთ მომავალში ამ პარტიაში საქმიანობით. თამარ, თინა ხიდაშელი უკვე წავიდა პარტიიდან, გავრცელებულია ინფორმაცია, თუმცა უნდა ვთქვა, რომ მას პირადად ეს არ დაუდასტურებია, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვერ შევძელით მასთან დაკავშირება. გავრცელებული ინფორმაციით ვახტანგ ხმალაძე, ნოდარ ებანოიძე, თემურ ნერგაძე წავიდნენ, ვიცით რომ წავიდა, ამას უკვე ფორჯი ავრცელებს, ვიცით რომ უსუფაშვილთან ერთად დატოვა პარტია, ასევე ფრიდონ საყვარელიძემ უკვე დიდი ხანია თურმე დაუტოვებია პარტია, ვიგებ პაატა ზაქარიაშვილის, ანუ რა გამოდის რომ დაიშალა პარტია. პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ შემიძლია დაგიდესტუროთ ფრიდონ საყვარელიძის განცხადება წასვლასთან დაკავშირებით ოფიციალურად მეტი სხვასჯერ პარტიისთვის არ მოუმართავს, თუმცა ასევე შემიძლია ვთქვა რომ ეს იმას არ ნიშნავს რომ ისინი ხვალ არ გააკეთებენ ამ განცხადებას, მაგრამ ეს არის პარტიის გაყოფა, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას რომ ზოგიერთი ადამიანი წავიდა და ჩათვალა რომ დავით უსუფაშვილის გზა არის მისთვის უფრო მისაღები, ვინც რჩებით პარტიაში, ვთვლით რომ პარტიის ის პრინციპები რის გამოც უსუფაშვილმა ალბათ თქვა რომ მისი ღირებულებები და პარტიის სამომავლო ხედვა გაიყო ერთმანეთისაგან უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს პროცესი ალბათ ჯერ არ დასრულებულა, რაც შეეხება პაატა ზაქარიაშვილს, ის წავიდა იქამდე და მან თქვა, რომ ეს იყო მისი პირადი მოტივები და ახსნა და მან მოუნახა ამ სათანადო ფორმა, ის საჯაროდ და ხმაურით ნამდვილად არ წასულა პარტიიდან და ამ პროცესის მონაწილე ის პირდაპირ არ არის, შესაბამისად ეს პროცესები ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ, თუმცა რა თქმა უნდა პაატა ზაქარიაშვილიც არის დანაკლისი რესპუბლიკური პარტიისათვის. თამარ, თქვენ ახსენეთ დავით უსუფაშვილის გზა. რა გზა არის ეს? მე მინდა ეხა მოვისმინო, რამდენადაც ეს შესაძლებელია თქვენი გულწრფელი შეფასება. შემთხვევით არ გავიხსენე ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი წინა გადაცემაში 2 საათზე გავიხსენე როგორ თქვა მან რომ იგი შუას გაკრებდა, რომ პოლარიზება იყო საჭირო, ან მიშა, ან ბიძინა, რომ მეტი სხვა მოსაზრება არ არსებობს პოლიტიკაში და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ გვახსოვს ასევე ბიძინა ივანიშვილის ერთი დაპირებაც რომ თუ საჭირო გახდებოდა იგი ახალ ოპოზიციას თავადვე შექმნიდა საკუთარი გუნდის ოპოზიციას. სად გადის დავით უსუფაშვილის გზა? მითხარით, შეიძლება ეს ის გზა იყოს, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი კარგახნით ადრე საუბრობდა?
მე ვფიქრობ, რომ წინასწარი პროგნოზების გაკეთება ახლა ამ შემთხვევაში არ იქნება სწორი. მე დავეყნობი და ვიზიარებ პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით და მან საკმაოდ დეტალურად განმარტა ეთერში ის თუ რატომ ჩვენი აზრით, რატომ მოხდა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ პარტიაში რა თქმა უნდა შიდა დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობდა და მუდმივად იყო მსჯელობა პარტიის პოზიციონირებასთან დაკავშირებით, როგორ უნდა წარვდგეთ ამორჩევლის წინაშე, რა უნდა გავაკეთოთ, როდის უნდა წავსულიყავით ოპოზიციაში, არ უნდა წავსულიყავით, საერთოდ უნდა შევზრდოდით მაგალითად ქართულ ოცნებას ისე როგორც შეეზარდა ბევრი პარტია და თითო წარმომადგენელი რო ყავთ ახლა პარლამენტში, ამითი არიან კმაყოფილი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს დისკუსია ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს. პრინციპში ეს დისკუსია დაიწყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მაშინ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ღიად საჯაროდ განაცხადა, რომ ქართული ოცნების მიერ და მისი ძალოვანი უწყებების მიერ ხდებოდა ინტენსიური უკანონო ჩარევა კანდიდატების წარდგენის პროცესში თვითმმართველობის დროს. მაშინ ამასთან დაკავშირებით აქედან გამომდინარე იყო უკვე დაიწყოს პარტიაში მსჯელობა იმასთან, შესაძლებელი იყო თუ არა საერთოდ თანამშრომლობა ქართულ ოცნებასთან და იყო ორი პოზიცია პარტიაში და რა თქმა უნდა ზუსტად იქიდან გამომდინარე რომ პარტია უნდა ყოფილიყო ერთიანი, კომპრომისებზე პარტიის შიგნით ნაბიჯებს დგამდით. ანუ ორი პოზიცია იყო, ოცნებისკენ გადახრილი იყო დათო უსუფაშვილის პოზიცია და რადიკალები იყავით თქვენ? მე ვფიქრობ, რომ დიახ, ასე იყო. ჩვენ არაერთხელ თუ გახსოვთ მინისტრების დანიშვნის პროცესი, როდესაც მაშინ ჩვენ ორივე მხარე ამ შემთხვევაში წავედით კომპრომისზე, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ თვლიდით, რომ მაინც ოპოზიციაში უნდა წავსულიყავით, იყო პოზიცია, რომ იქნებ შიგნით თანამშრომლობით მეტის შეცვლა შევძლოთ და გაკეთება შევძლოთ. ამ პროცესში ერთი პოზიცია იყო, რომ მინისტრები უნდა მეტი მინისტრი უნდა ყოლოდა რესპუბლიკურ პარტიას თავრობაში, მაგრამ ჩვენი მხარე ამბობდა, ანუ ამ შემთხვევაში მხარეები ცოტა უხერხული ამაზე ლაპარაკი, ჩვენ ვთვლით, რომ მაშინ კოალიციური ურთიერთობები ფორმალურ სახეს უნდა იღებდეს და გახსოვთ ალბათ ის შეხვედრა კვირიკაშვილთან, როდესაც რესპუბლიკური პარტიის ლიდერები შეხვდნენ მას და ჩვენ საჯაროდ მოვითხოვეთ ორპარტიული შეთანხმება, ღია გამჭვირვალე შეთანხმება, რომელთაც ჩვენი ამორჩევლისთვის ნათელი გახდებოდა თუ რა ტიპის ურთიერთობებში ვართ კოალიციასთან, იმიტომ რომ ჩვენ მუდმივად ვითხოვდით დეპერსონალიზაციას, ჩვენ მუდმივად ვითხოვდით ურთიერთობების ფორმალიზებას. პირველი შეხვედრა თითქოს ანუ ამ შემთხვევაში, როდესაც პარტიაში შევაჯერეთ პოზიციები და ჩვენ ვთქვით, რომ კი ბატონო იყო მინისტრები, მაგრამ ჩვენ უნდა გადავიდეთ ფორმალიზებულ ურთიერთობაზე, სხვანაირად კოალიციური ურთიერთობა არ გამოვა. პირველი შეხვედრა იყო, ასე ვთქვათ, კარგი ნაყოფიერი, სადაც ბატონმა კვირიკაშვილმა ბრძანა, რომ ის თანახმაა ჩვენთან ასეთი პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელებაზე, მაგრამ მერე მან გადათქვა ეს თავისი თანხმობა, აღმოჩნდა, რომ მას პარტიაში სხვა პოზიციები დახვდა და მან უკან წაიღო, ასე ვთქვათ, მისი ეს დანაპირები. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მუდმივად ვიყავით თანამშრომლობა, ასე ვთქვათ, ჭიდილის პროცესში. გიწევდათ თქვენი პოზიციების შეჯერება უსუფაშვილთან? შეიძლება ესე ვთქვათ, პარტიაში. არ მინდა მხოლოდ უსუფაშვილთან არა, უსუფაშვილი როგორც ლიდერი ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ პარტიაში იყო სხვადასხვა პოზიციები, რა თქმა უნდა, და რა თქმა უნდა, პოზიციების შეჯერება ყოველთვის ხდებოდა და ხდება დღესაც მიდის გარკვევა, დღესაც მსჯელობთ იმაზე, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, რატომ მივიღეთ ჩვენ ასეთი დაბალი შედეგი და ამაზე ყველას ჩვენი მოსაზრება გვაქვს და მსჯელობთ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ საქართველოს ამორჩეველმა ვერ დაინახა ჩვენი პოზიციები, იმიტომ რომ დიახ, ვიღაცები თვლიდით, რომ ჩვენ უნდა ყოფილიყავით მკვეთრ ოპოზიციაში და რესპუბლიკური ვიღაცები თვლით, რომ რესპუბლიკური პარტია არ შეიძლება იყოს დაქვემდებარებულ ურთიერთობაში რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, ის უნდა იყოს დამოუკიდებელი და თანასწორ ურთიერთობაში ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან და უმცროსი პარტნიორის როლი ჩვენ მაინც და მაინც არ ანუ უსუფაშვილი გიბიძგებდათ, რომ ყოფილიყავით უმცროსი პარტნიორები? პირდაპირ მითხარით, თამარ, თუ შეგიძლიათ. ეს შეგიძლიათ მითხრათ? ანუ უსუფაშვილი იყო თანახმა, რომ პარტია ყოფილიყო უმცროსი პარტნიორი. მას რატომ არ დათანხმდა ის ივანიშვილის შეთავაზებას? დაეტოვებინა პარტია, იმას ხო გარანტიები ჰქონდა მიცემული თქვენ არასწორად შემომიბრუნეთ, ეხლა შეკითხვა. ჩვენ ვთვლიდით, რომ თავრობაში ჩვენ ძალიან ბევრი საკითხის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება დავაგვიანეთ. იგივე, როდესაც პარტიამ გადაწყვიტა, რომ მკვეთრად ოპოზიციურად უნდა წასულიყო არჩევნებზე, ეს გადაწყვეტილება პარტიამ მიიღო წლის დასაწყისში, მაგრამ აქტიური საარჩევნო კამპანია ჩვენ აგვისტომდე ვერ დავიწყეთ. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზიარებდით იმ პოზიციას, რომ ჩვენი პარტიის ლიდერი იყო პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ სხვა ტიპის პასუხისგებლობებიც ჰქონდა ამ დროს სახელმწიფოს წინაშე. იყო ვარშავის
შეიჭამის სამიტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამ პროცესს რო გავყევით, მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. ეს არის მთავარი და ძირითადი. მოქალაქეებმა ამ შემთხვევაში ვერ გაიგეს, ჩვენ ვიყავით ხელისუფლებას და თუ ვიყავით ოპოზიცია. და ეს იყო მარცხის ძირითადი მიზეზი. ლომის წილი ამაში იყო ჩვენი მარცხის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მარტო ჩვენი ხედვა რატო დავმარცხდით ეს არ არის საკმარისი. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ამ მრჩეველთან და ძალიან არჩებით რესპუბლიკურ პარტიაში არა, ანუ ხომ არ შეიძლება ჩვენთვის დაუშვათ, რომ მოხდება ადგილმონაცვლეობა უსუფაშუმა და დაანონსა, რომ ის ძალიან სერიოზულ ბრძოლას იწყებს, ახალ ეტაპს იწყებს ბრძოლის ოპოზიციიდან უკვე და ხო არ შეიძლება რომ თქვენს გიხილოთ მის გვერდით. თქვენ გამოკვეთილი ლიდერი ხართ ამ პარტიის და ამიტომ მნიშვნელოვანია ეხლა ჩემთვის პირადად ამ კითხვას რო ვსვამ, საით იქნებით თქვენ. მე ვარ რესპუბლიკურ პარტიაში და ვიქნები რესპუბლიკურ პარტიაში. მადლობა და ბოლოს ერთი კითხვა უნდა დაგისვათ 2 საათიან ამბებში ნინო ბურჯანაძემ ასეთი შეფასება გააკეთა დღევანდელი რეალობისა და მალე ალბათ ქვეყანაში ანუ უпростоეთ ამ არჩევნების მერე ქვეყანაში სიტუაცია უკვე თურქმენბაშის რეალობას მაგონებსო. თქვენ რა სიტყვით, რა რეალობა დადგა თქვენთვის და დაგემშვიდობებით. რეალობა არის ისეთი, როდესაც ერთპარტიული მმართველობა გვაქვს ქვეყანაში, რაც არის საკმაოდ მაღალი საფრთხის მომცველი, თუმცა მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ნამდვილად ვუსურვებ წარმატებას ხელისუფლებას იმ რეფორმების გატარების გზაზე, რასაც ვპირდება, თუმცა მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ვერ განხორციელდება. თუნდაც იმიტომ, რომ როდესაც ბატონმა კვირიკაშვილმა დაანონსა, რომ კონსტიტუციური ცვლილებები უნდა იყოს მაქსიმალური კონსენსუსის შედეგად მიღებული და ასე შემდეგ, თუ ქართულ ოცნებას უნდა კონსენსუსი, ამ კონსენსუსის შესაძლებლობა ყველაზე მეტად არსებობდა ამ მოწვევის პარლამენტში და არა მომავალში, იმიტომ რომ ეს მოწვევის პარლამენტი იყო სწორედ ის, სადაც ბევრი პარტია იყო წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, მინიმუმ კონსტიტუციის პროექტზე შეთანხმება უნდა შეძლებოდა ქართულ ოცნებას. და რახან ეს ვერ მოახერხა, ხა როდესაც მას კონსტიტუციური უმრავლესობა ის აქტიურ დიალოგზე ნამდვილად არ წამოვა მოქალაქეებთან. თამარ, წარმატება მინდა გისურვოთ, ვიცი რომ გეჩქარებათ და ამიტომ ადრე უნდა შეგელიოთ, თუმცა ვრცელი ინტერვიუსთვის იმედს ვიტოვებ, უარს არ გვეტყვით ამ შემოთავაზებაზე. თამარ კორძაია, რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი, საუბრობდა პირდაპირ ეთერში, ასეთი თავხედური და მასშტაბური გაყალბება შევარდნაძესაც კი არ დასიზმრებია, გვეყო თავზე ნაცრის დაყრა, ახლა გადაჯგუფებები და აქტიური ბრძოლის დაწყებაა საჭირო. რა გადაჯგუფებებისკენ მოუწოდებს ნაციონალურ მოძრაობას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. დავით კირკიტაძე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში.